მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ცვლილებებს უახლოეს პერიოდში. ნახოთ, რა სასიკეთო ცვლილებებს კვირდებათ სამყარო უახლოეს პერიოდში. დახუჭეთ თვალები, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, მოდუნდით. და ნახოთ, რას გვეტყვის სამყარო, რა სასიკეთო ცვლილებები შემოვა უახლოეს პერიოდში თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ. ვარიანტების რაოდენობა დღეს გვექნება 2 ვარიანტი. არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გამოწერა, გაზიარება, დაკომენტარება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ენერგეტიკული ბალანსისთვის და მნიშვნელოვანია, როცა ინფორმაციას იღებთ სამყაროდან, სანაცვლოდ მცირედი აქტივობა თქვენი მხრიდანაც რომ დააფიქსიროთ. ნახოთ. რა სასიკეთო ცვლილებებს კვირდებათ სამყარო უახლოეს პერიოდში. მოდი ავიღოთ 3 თვის შუალეთი, აი მომდევნო 3 თვეში. რა იქნება ეს ცვლილებები? ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ნახოთ, რა სასიკეთო ცვლილებებს კვირდებათ სამყარო უახლოეს პერიოდში. მოდი, რატომღაც დღეს მომინდა ისევ გამოყენება ჩემი სამაჯურების და აი ვნახოთ, დავმუხტავ ახლა ერთი წუთით და ნახოთ. ვარიანტი პირველისთვის ესეთი სამაჯური იქნება გიშერის და ვარიანტი მეორესთვის იქნება ესეთი სამაჯური შერეული ქვებით. დააკვირდით არკანებს, გნებავთ სამაჯურებს, რომელიც უფრო გაგიმარტივებთ არჩევანის გაკეთებას და ვნახოთ, რა ცვლილებები შემოვა უახლოეს პერიოდში თქვენს რეალობაში. ვინც ვერ მოასწარით ვარიანტების არჩევა, დააპაუზეთ უკაცრავად და შემდგომ გააგრძელეთ ყურება, როცა უკვე აირჩევთ, მე კი გადავალ პირველი ვარიანტის განხილვაზე და ვნახოთ პირველი ვარიანტი, რა სასიკეთო ცვლილებებს კვირდებათ სამყარო უახლოეს პერიოდში. მომდევნო 3 თვეს ვიღებთ მე და თქვენ რაც გნებავთ ის აიღეთ. სამიანების კვერთხები. მოვიდა ესეთი ენერგია, სამიანი კვერთხების ენერგია, ეს არის მომავალთან სწორედ დაკავშირებული პერსპექტივები. ეს არის ახალი იდეები, შესაძლოა ახალი წამოწყებები და ამ ეტაპზე თქვენ ახლა დღეს რაღაცა თითქოს დადებითი ემოციებით ხართ გამსჭვალული იმ საკითხების მიმართ, რასაც აი უახლოეს პერიოდში აპირებთ რომ განახორციელოთ. სხვათა შორის ზოგიერთისთვის ეს პირდაპირ იქნება გადაადგილება, ანუ ადგილმდებარეობის შეცვლა. ან სხვა ქალაქში, ან სხვა ქვეყანაში, აი რაღაცა ესეთი პირდაპირ იქნება და თქვენ პოზიტიურად ხართ ამ ყველაფრის მიმართ განწყობილი. ვნახოთ კიდე რა ცვლილებები იქნება თქვენს რეალობაში უახლოეს პერიოდში. კიდე ერთხელ ვამბობ, მე ვიღებ 3 თვეს, თქვენ რაც გნებავთ, ის პერიოდი ჩაიფიქრეთ. ნახოთ, აბა კიდევ ვნახოთ. პირველ ვარიანტთან რა მოხდება. არკანი ფორტუნას ბორბალი, არკანი ცხრიანების თასები და არკანი სამიანების კვერთხები. ისევ მოვიდა სამიანი კვერთხების, ჩემო ძვირფასებო, აქ თქვენ ხართ ეტაპზე. მე ვიტყოდი, რომ აქ თქვენ რაღაცა გარკვეული ტიპის არჩევანი გააკეთეთ. აი არჩევანი, გადაწყვეტილება უკვე მიიღეთ. ამ გადაწყვეტილებამდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთული იყო. შეიძლება გქონდათ რაღაცა დაბრკოლება ან ოჯახიდან, ან სოციუმიდან, მაგრამ ეხლა უკვე გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ. თითქოს აი ფორტუნას ბორბალი ამ შემთხვევაში ჩემთან ენერგიის დონეზე მოდის მოლაპარაკება ან შეთანხმება ოჯახის წევრებთან. რაღაცა საკითხთან დაკავშირებით. აი ეს არის, რამაც თქვენ მოგანიჭათ საკმაოდ
ესეთი სიმშვიდე მე ვიტყოდი, იმიტომ რომ თქვენი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში მიიღეს თქვენმა გარშემომყოფებმა და შეთანხმდით გარკვეული კონსენსუსი მიღწეულია. ვნახოთ კიდე პირველ ვარიანტთან რა პოზიტიურ ცვლილებებს გპირდებათ, რას უკავშირდება, მოდი ესე დავსვათ შეკითხვა, რას უკავშირდება ეს შეთანხმება თუ ეს ფორტუნას ბორბალი. აი ამ შემთხვევაში გვანახოთ აბა რას უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, აი აქ პირდაპირ შეიძლება იყოს გადაადგილება. ბორბალი ასევე გადაადგილებასაც ნიშნავს. შესაძლოა თქვენ შეუთანხმდით თქვენი ოჯახის წევრებს, რომ გარკვეული ტიპით დროით მათგან შორს იქნებოდით და ესეც არის. რვიანი ხმლები, არკანი იმპერატრიცა და არკანი თასების მეფე. კიდე რა ცვლილებებს გვპირდება? კიდე გვპირდება იმ ცვლილებებს შემოძვირფასება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თუ ეს არის წყვილს შორის ურთიერთობა, რაც იყო აი ცოტა გაურკვეველი ვითარება და რომ ვერ ხედავდით პერსპექტივებს ამ პარტნიორთან დაკავშირებით, აი ეს პერსპექტივებიც გარკვეულწილად გამოიკვეთება. მე ვიტყოდი აქ და თქვენ იქნებით კმაყოფილი პრინციპში იგრძნობთ პარტნიორის მხარდაჭერას და თუ არ იგრძნობთ ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებთ, ესეც მოგვრით კმაყოფილებას. ვნახოთ კიდევ კი ბატონო, აი თასების დედოფალი, ცხრიანი თასები გაგვიმეორდა აქ უკვე და კვერთხების რაინდი. მე შემოძვირფასებო აქ ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ გარკვეულ ეტაპზე, როდესაც აი მნიშვნელოვანი ძვრები იწყება თქვენს ცხოვრებაში, აი მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და ამ ცვლილებების გარიჟრაჟზე ხართ. შვიდად ხართ საკმაოდ, იმიტომ რომ გაცნობიერებულია ეს გადაწყვეტილებები თქვენს შემთხვევაში, თუმცა აი გარკვეული ტიპის ღელვა მაინც გაქვთ. ეს შესაძლოა იყოს შინაგანი მდგომარეობა. შეიძლება გარეგნულად არ ამჟღავნებთ ამას, მაგრამ აი თქვენს შიგნით ეს მღელვარება იგრძნობა. ზოგისთვის ეს არის სიხარული, ზოგისთვის ეს არის რაღაცა ცვლილებას რო გრძნობ ტანით, სულით, გულით, მაგრამ მაინც შფოთი რო გაქვს, რომ აი არ იცი ეს ცვლილება კარგი იქნება თუ ცუდი იქნება. მოდი ვნახოთ აი ეს ცვლილება, რაზეც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ, როგორ გავლენას იქონიებს თქვენს ცხოვრებაზე. პირველი ვარიანტი. როგორ გავლენას იქონიებს ცვლილება, რომელიც უნდა მოხდეს პირველი ვარიანტის ცხოვრებაში. არკანი ზომიერება. მაღალი არკანი მოვიდა აქ პირდაპირ. არკანი ზომიერება. არკანი თასების რაინდი და არკანი მაგი. გავლენა მე გეტყვით, რომ იქნება ძალიან ოღო და ჩამოკიდებული კაცი, არკანი იეროფანტი და არკანი ოთხიანი კვერთხები. შემოძვირფასებო, აქ უმრავლეს შემთხვევაში პირველ ვარიანტში გვექნება ოჯახური ურთიერთობები. წეღანაც ვახსენე, ეხლაც გეუბნებით. მაგრამ გავლენა იქნება იცით როგორი გრძელვადიანი ეფექტის მქონე მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს არ არის შემთხვევა, ეს არ არის ცვლილება, რომელიც აი რაღაცა უცებ აი მაგალითად, რა ვიცი, უცებ შევიცვალე გარეგნობა, ან თმის ფერი შევიცვალე, ან რაღაცა იმას ვქენი, ანუ რაღაცა უფრო ისეთია ხანგრძლივ პროცესს მიჩვენებს თქვენ შემთხვევაში, პირველი ვარიანტი, რომელიც ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იქნება თქვენთან. ეს მოგიტანთ გარკვეული ტიპის სიმშვიდეს და ემოციურ სისავსეს. უბრალოდ მთავარია, რომ აი ეს შფოთვები და ეს რაღაცა შიშები მოიხსნათ, არ არის აქ არაფერი საშიში და ისეთი, რომ თქვენ ვერ შეძლოთ და ვერ დაძლიოთ. ამიტომ წნარად მშვიდად რა არჩევანიც გააკეთეთ, მიიყევით იმ არჩევანის მდგომარეობას და ყველაფერი იქნება არაჩვეულებრივად და კარგად. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი.
ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გაზიარება და დაკომენტარება. ეხლა კი ვნახოთ მეორე ვარიანტისთვის, რა პოზიტიურ ცვლილებებს გპირდებათ სამყარო უახლოეს პერიოდში. მე ვიფიქრებ, მე ვაკეთებ ამ გაშლას უახლოეს 3 თვეზე. თქვენ რა ვადაწყნებოთ, ის ვადა ჩაიფიქრეთ. მაღალი არკანი, თავად ქურუმი ქალი. პირველი რაც მოდის აქ ჩემო ძვირფასებო, ეს არის ცოდნა. გარკვეული ტიპის ცოდნა, რომელსაც თქვენ უახლოეს პერიოდში შეიძენთ. ეს ცოდნა იქნება საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი. შესაძლოა აქ იყოს ზოგიერთ შემთხვევაში რაღაცა ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები, ან ოკულტიზმი, ან მაგია, ესეც შეიძლება იყოს, ან იგივე თუნდაც ტაროლოგია, რაღაცა ისეთი, რაც არის პოპულარული ცოდნა, თუმცა ისეთი დაფარული. ამას ვიტყოდით, თითქოს ეს მოდის ახლა მეორე ვარიანტთან. ნახოთ კიდე რა ცვლილებებს შემოიტანს სამყარო თქვენს ცხოვრებაში უახლოეს 3 თვეში. ნახოთ. არკანი იმპერატორი, არკანი მზე და არკანი სიკვდილი. ღმერთო ჩემო, 4 მაღალი არკანი იდენტიფიცირებაშიც და 3 დამატებით არკანშიც. ჩემო ძვირფასო და თასების დედოფალია დასტის ბოლოს. თქვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ მომდევნო 3 თვეში. ეს ცოდნა, რაზეც მე გითხარით წეღან, ნამდვილად არის ეს დაკავშირებული რაღაც საკუთარი მეს გაცნობიერებასთან, თითქოს მესთან კავშირი აღდგება, თქვენ შინაგან სურვილებთან კავშირი აღდგება და ეს ძირფესვიანად შეცვლის იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც თქვენ ახლა იმყოფებით. თუ პირველ ვარიანტთან ეს იყო ცოტა ხანგრძლივი პროცესი, აქ ეს ხანგრძლივი პროცესი ვერ და არ იქნება, იმიტომ რომ თქვენ აქ ჩართული გაქვთ მეს პრიორიტეტი. საკუთარი თავი გაქვთ აქ წინ წამოწეული, მეორე ვარიანტს და საკუთარი სურვილების ასრულებაზე ხართ ორიენტირებული. ეს სურვილები შეიძლება იყოს ზოგიერთ შემთხვევაში სწავლა, ზოგიერთ შემთხვევაში რაღაცა კომუნიკაციაც შეიძლება იყოს, მაგრამ ცვლილებების შედეგი იქნება ძალიან დადებითი თქვენს ცხოვრებაზე. ნახოთ კიდევ რას უკავშირდება ეს ცვლილებები, გვანახეთ. არკანი თასების ტუზი, არკანი 6-იანი პენტაკლები და არკანი 7-იანი, მაღალი არკანი მეეტრე. ჩემო ძვირფასებო, იცი რა, კი ვამბობ წეღანაც ვთქვი, რომ ძალიან სწრაფი იქნება ეს ცვლილებები, ისეთი უცბად რომ მოხდება და აიწყობა გარკვეული ტიპის მოვლენები თქვენს ცხოვრებაში, დადებით კონტექსტში, რა თქმა უნდა, და ძალიან კმაყოფილები იქნებით ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ აქ თასების ტუზი მე მაძლევს ენერგიას, რომ თითქოს დიდი ხანია ეს გინდოდათ, მაგრამ რაღაცა გაბრკოლებდათ და ახლა ეს დამაბრკოლებელი გარემოებები თითქოს თქვენ მოშალეთ, იცით, თქვენი ხელით დაასრულეთ ის წინაღობები, რაც გიშლიდათ ხელს. მეორე ვარიანტი. ვნახოთ აბა კიდევ რა ხდება. რა ცვლილებები იქნება თქვენს ცხოვრებაში. არკანი თასების პაჟი, არკანი ხმლების ტუზი და არკანი განდეგილი. კი ბატონო, კი. ეს სხვათა შორის ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დამაბრკოლებელი გარემოებები აქაც პირველი ვარიანტის მსგავსად ყოფილიყო ან ბავშვი, ან ოჯახი. და ეხლა ეს გარემოებები რაღაცნაირად თქვენ მოაგვარეთ და ჩახურეთ ეს თემები. როგორი პროცესია, იცით, თითქოს გადააბარეთ ეს პასუხისმგებლობები ვიღაცას, სხვას, ან მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც დროებით შეუთანხმდით, რომ იცით რა, რაღაცა მე ოჯახს გარეთ მაქვს საქმე, ხა და რაღაცა სოციუმთან უნდა ვიურთიერთო და თქვენ იყავით აქ.
იმიტომ რომ აი აქ პაჟის ენერგია, თასების პაჟის ენერგია ორმაგ კონტექსტს მაძლევს, როგორც ისევ ცოდნას, რომელიც ასევე დაკავშირებულია ოკულტიზმთან, ან სხვათა შორის მედიცინასთანაც შეიძლება იყოს აქ ზოგიერთ შემთხვევაში. თუ მედიცინა არ არის, რაღაცა ფსიქოლოგიური, ადამიანთან დაკავშირებული თემებია აქ აუცილებლად. და ეს ყველაფერი გადაწიეთ მეორე პლანზე დაბრკოლებები, რომელიც შეიძლება მოდიოდა ოჯახიდან, ან შვილებიდან, ან რაღაცა ესეთი მსგავსი და ეხლა ორიენტირი გაქვთ აღებული საკუთარი ცხოვრებისა და კეთილდღეობის მოწყობაზე. ძალიანაც კარგია, პრინციპში მე ვიტყოდი მეორე ვარიანტი, სწორი გადაწყვეტილებაა და დროული, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ცხოვრებაში ჩვენ თუ არ მივიღეთ რაციონალურად გადაწყვეტილებები, რომ აი დროა დასრულდეს რაღაცა სტაგნაციის პერიოდი და გადავიდი აქტიურ მოქმედებაზე, ამას ჩვენს ნაცვლად არავინ არ გააკეთებს, იმიტომ რომ ყველა არის კომფორტში. ყველა არის კომფორტში და თავის კომფორტის ზონის დატოვება არ უნდა არავის, თავისთავად ცხადია. მით უმეტეს თუ ეს კომფორტი თქვენ ხარჯზე მოწყობილია, საერთოდ ორი აზრი არ არსებობს, რომ აქ იქნება გარკვეული ტიპის წინააღმდეგობები, მაგრამ მე მიხარია მეორე ვარიანტი, რომ თქვენ შეძელით, გამოფხიზლდით და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა იგრძენით, რომ გაკისრიათ თქვენ და მე ვერავის ვერ დაადანაშაულებთ რაღაცა ვერ შესრულებული ან არ შესრულებული მისიების გამო, ხო? ორივე შემთხვევაში, რაც ახლა ჩვენ გავშალეთ, პირველ ვარიანტთანაც და მეორე ვარიანტთანაც, მე ვიტყოდი, რომ ძალიან პოზიტიური და დადებითია ეს ცვლილებები. აი პირველ ვარიანტთან თუ არის მაგალითად რაღაც გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები, მეორე ვარიანტთან ეს არის საკითხები, რომელიც უკავშირდება პირიქით აი ადგილის მონიშვნას, აი რაღაცა ჩემი სივრცეა, ანუ ჩემია ეს ადგილი და მე ვწყვეტ ამ ადგილზე როგორი წესებით ვითამაშო და როგორი წესები შემოვიღო, ხო? ანუ ვინ შემოვა იმ ჩემს ადგილზე, ჩემს სივრცეში, ხო? იქ ჩემი წესები იქნება, მისი წესებით აღარ ვითამაშებთ. ამიტომ ასეთი იყო ჩემო ძვირფასებო ორივე ვარიანტისთვის მომდევნო მოდი ესე ვთქვათ 3 თვის პროგნოზი დადებითი ცვლილებების კონტექსტში. დამიწერეთ აუცილებლად როგორი იყო, როგორ რეზონირდა, რა დასკვნები გამოიტანეთ, რა გააკეთეთ, რა გაიგეთ და აუცილებლად შევხვდებით უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ხართ ჩემთან.